ორიდისინ ინფო იმერეთის ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ორი ადამიანია დაკავებული. მოკლედ რომ ვთქვათ, ნარკოლოგიურში ადამიანებმა როგორ გაძუყნენ მილიციად გადაქცეული ეგრეთ წოდებული ჩვენი პოლიცია და როგორ დააყოლენ ზევიდან მედპერსონალიც. ხო, ახლა სამწუხაროა ერთი რამ, რომ ტელევიზიებმა, საქართველოს ცენტრალურმა ტელევიზიებმა ამ ფაქტს არ მიაქციან ყურადღება და არ გაავრცელენ და სათანადოდ არ გააშუქენ, რათა დაენახებიათ საერთოდ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს თუ რა ბედი ელით ამ ხელისუფლების ხელში, რომ მათი ღირსება, მუნდირი, მათი წოდება უკვე ყველას ფეხებზე კიდიათ, რამე თუ მათ ართვლიან სამართლიანობის სამსახურად, მათ ართვლიან სამართალდამცავად და ეს ბედი ელის ყველა პოლიციელს. მე იმ ტიტუშკებსაც და იმ ადამიანებსაც უგებს სწორად, რამე თუ ისინი ითხოვენ ჩვენ გეხმარებით, ჩვენთან ერთად, თქვენთან თანაშრომლობთ და ახლა დაგჭირდათ და მწირავთ თქვენი დედაცო. მათი აღშფოთებაც გასაგებია ჩემთვის და მისაღებია და ეს ასე გაგრძელდება, იცოდეთ. ეგრეთ წოდებული პოლიციელებო, რომლებიც გადაიქეთით საბჭოთა ძაღლებად. და ჩემ ბავშვობაში მახსოვს ბავშვებს აშინებდნენ, საჭმელი ჭამეთ თუ არა, მოვა მილიცია და დაგიჭირავსო. აი ამ დონეზე იქნება უკვე თქვენი სახელი დასული, აღდგება ის ტრადიციები, რაც საბჭოთა კავშირში იყო, როცა პოლიცია ითვლებოდა ძაღლებად, მაშინდელი მილიცია ითვლებოდა ძაღლებად და ჭიჭიკიას რო კითხე, რომელი ცხოველი გიყვარს ყველაზე უფრო, კატო რატო ვიჯობდა, რატო და ძაღლებსო, გურბისო და ვირთხებსო, ჭამსო. აი ზუსტად ამ ფუნქციას შეგძენენ პატარა ხანში საქართველოს სამართალდამცავო სისტემის წარმომადგენლებო. აი ზუსტად ასე იქნება უკვე თქვენი საქმე, თუკი არ გადადგამთ სწორნაბიჯს, არ აღადგენთ ღირსებას, არ აღადგენთ მუნდირის პატივისცემას და გააგრძელებთ